ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ახალი კონსტიტუციით ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანად გარდაიქმნება. ასტანაში არჩევნებს გააშუქებს ქრონიკა. ანა ბერძენიშვილია პირდაპირ ეთერში. თითქმის 13 მილიონი ადამიანი ხვალ საკუთარ არჩევანს გააკეთებს, ამის შემდეგ კი ყაზახეთს ახალი პარლამენტი ეყოლება. ქვეყნისთვის ეს არის ისტორიული არჩევნები, რადგან კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანი გახდება. ქვეყნის მასშტაბით 10,000-ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნებში დარეგისტრირებული არის 7 პარტია. პარტიულ სიაში არის 545 კანდიდატი, რომელიც პარლამენტის 145 მანდატისთვის იბრძოლებს. ყაზახეთის არჩევნებს აკვირდება EUTODIR-ი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ყაზახეთში ასევე არის 22 ქვეყნის 60 დელეგატი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, შესაბამისად ასტანაში არის დელეგაცია საქართველოდანაც. ყაზახეთის CSKO-ს მიწვევით საარჩევნო ადმინისტრაცია აკვირდება არჩევნებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ ჩვენს მანდატში და მხოლოდ პროფესიულ ჭრილში დავაკვირდებით, რაც თავის მხრივ მოიცავს პროცედურულ, ტექნიკურ, სამართლებრივ საკითხებზე დაკვირვებას. საინტერესო არჩევნები არის იქიდან გამომდინარე, რომ ორპალატიანი სისტემა სენატისა და მეჯლისის შეიცვალა და იქნება მხოლოდ ერთი პარლამენტი, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია არის საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ასევე გადავიდა სისტემა სრულად პროპორციულზე და აქედან გამომდინარე საინტერესო იქნება მათ შორის ჩვენი დაკვირვების თვალსაზრისითაც ეს არჩევნები, ისევე როგორც ჩვენი მხრიდან საინტერესო იქნება იმ გარკვეული ციფრული და ტექნოლოგიური სიახლეების თვალსაზრისით, რომელსაც ყაზახეთის საარჩევნო ადმინისტრაციას თავაზობს ამომრჩევლებს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც კომისიის თავმჯდომარემ არჩევნების მზადების პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდა. მთავარი მოლოდინი უკავშირდება ამ წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად იგეგმება ორპალატიანი პარლამენტიდან ერთპალატიან პარლამენტზე გადასვლა. შესაბამისად ეს არჩევნები მნიშვნელოვანი და გარდამტეხია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემა ზუსტად 7 საათზე დაიწყება, საარჩევნო უბნები კი 20 საათზე დაიხურება. ეს ანა ბერძენიშვილი იყო ყაზახეთიდან.